არჩევნების შემდეგ დავით ჯიქიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრების პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დარბაზის თავმჯდომარემა მარემ დავით რეხუიაშვილმა საზოგადოებას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, დავით ჯიქიას მხარდამჭერთა დარბაზი მოსახლეობასთან აქტიურად ითანამშრომლებს. აღნიშნული ორგანიზაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შუამავალი იქნება. დღეს პირველად არჩევნების შემდეგ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთმანეთთან ჯერ ერთი შევაჯამოთ ჩვენი გაწეული მუშაობა დღევანდლამდე, თუნდაც არჩევნების პროცესში. მადლობა უთხრათ ბევრ მათგანს, შეიძლება უსაყვედუროდ კიდევაც რამოდენიმე უბანზე რაღაც გაჭირვებები იყო და გავითვალისწინოთ შემდეგი მუშაობისათვის ის ხარვეზები, რაც ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ დარბაზმა სერიოზულად იმუშავა, მე ვფიქრობ, ეს ხალხი მართლა მადლობის დღეს ის გლობალური საკითხი თუ რამე იქნება გადასაწყვეტი რუსთავში, თუ რამე დაიგეგმება დაუშვათ გენერალური გეგმით, რომ აი ეს რუსთავში აბა ამ პერიოდის განმავლობაში 1 წლის პროცესი უნდა გაკეთდეს, აი ეს უნდა დაიდგას, ან ეს უნდა დაინგრეს, ან ეს უნდა გადაიღებოს. ეს ყველაფერი არ იქნება ერთი კაცისა და ორი კაცის რაღაცა სიზმრის ახდენა, არამედ ეს იქნება შეთანხმებული მთელ ქალაქთან, მთელი ქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.